თქვენ გახსენდებათ ქუთაისის პარლამენტი. დიახ. მე აკურიანი მახსენდება, კორცხელი მახსენდება, ძალიან ბევრი ფაქტი მახსენდება, სადაც თავდასხმელები იყვნენ ზონდერები, შეშთა ასევე საჯარო მოხელეები, ხელისუფლების კალთა სამოფარებულები და ამაშალოს ვინც ჩადიოდა და ნული რეაგირება, გასაგებია. რა მოხდა მარტივად თქვა, ხა ხელისუფლებას აქვს ერთადერთი გზავნილი, ხა და ცდილობს თავი იმართლოს რამენად გამოძრეს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან საუბრობს თითქოს დავით კირკიტაძე თავს დაესხა პოლიციას. აი აქ არის მთავარი დეტალი. ჩვენ გზა არ გადაგვიღობა პოლიციამ, ჩვენ გზა გადაგვიღობეს დამნაშავეებმა. რამდენიმე ათეული ადამიანი იქ უბრალოდ ფორმებში გამოწყობილი, პოლიციის ფორმებში გამოწყობილი, მოქმედებდნენ როგორც დამნაშავეები. მძიმე დამნაშავეები ხა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩემი კონსტიტუციით, კანონით გარანტირებული უფლების განხორციელების და გამოყენების საშუალებას არ მაძლევ, ხო? დეტალებს აღარ მოვყვეთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეხლა გომბორის გზას ვერ დავადეგით, იმიტომ რომ აგვიგზავნეს, წამოვედით გურჯაანის გზით და სანამ ველის ციხეს გავწდებოდით, ანუ ყვარლის გადასახვევს, ხო? იქ გაგვაჩერდა, პოლიციამ კი არ გაგვაჩერა. აი დამეთახვებიან აქ. პოლიციამ კი არ შეგვაჩერა. იქ 1000-მდე ადამიანი იყო, ვინც პირველ ორ მანქანას კოლონაში ქვები და აგურები ესროლეს და აი ამას მოყვა მანქანები და გადმოსვლა, მათ შორის მეც ვიყავ მე-11 მანქანაში და იქ მოხდა პირველი შეტაკება. საერთოდ არ ვიცოდი მე ჯერ რომ ველისიხე ჩაკეტილი იყო და ჩახერგილი იყო. იქ რაღაცნაირად როდესაც განიმუხტა ვითარება, გზა გავაგრძელეთ და აი უკვე იქ ვნახეთ ავტობუსებით, კამაზებით და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ჩახერგილი გზები. მათ შორის იმ ავტობუსს სადაც რომლის გაწევასაც ჩვენ ვცდილობდით, ნამდვილად ვცდილობდით, არანაირი ნიშანი არ ქონია ხო პოლიციის. რამდენიმე მაღალ ჩინოსას და საშუალო დონის ჩინოსას პოლიციისას დავალება ქონდა რომ დანაშაულებმა ჩაედინა. კუპატაძე ხელმძღვანელობდა და საბანაძე. მარტივად ახსნი ბევრი არ ველაპარაკ. აი მარ სახში ეხა მე, ან თქვენ ხართ სახში, კაი, თქვენ ერთად დაიფოთ, მე ვარ სახში. და ოჯახში შემოვარდა პროფესიით სამართალმცოდნე. პოლიციის ფორმაში ჩავა. სამართალმცოდნეა ის, ჩემთან ოჯახში რომ შემოვარდება ღამე, თუ ყაჩაღია. ყაჩაღია, ხო? ან ფორმა ინდულგენცია არის. იგივე ხალხი დახვდა. მუხტარლი რო გაიტაცა, მუხტარლი რო საუბრობს, რომ გამიტაცესო პოლიციის ფორმაში ჩაცმულებაო. იმ დროს რომ მუხტარლის წინააღმდეგობა გაეწია და მერე პოლიციას და ხელისუფლებას იქით რო ქონოდათ მუხტარლისთან პრეტენზია, რომ წინააღმდეგობა გაუწია მუხტალიმო. მე ერთი ფაქტიც მახსენდება კიდევ იგივე დამნაშავეები ხარ. სარალიზის შემთხვევა მახსენდება, როდესაც მას არ მისცეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების აღსრულების საშუალება, რომ კარავი გაეშალა და როდესაც ის შეეწინააღმდეგება პოლიციას, ის თვითონ დააპატიმრეს. დიახ. მსგავსი შემთხვევა, ესეც ამას საუბრობთ თქვენ, რომ როდესაც მახსენდება 90-იან წლების სკოლას არ დავასახელებ, თბილისში იყო ერთი საშუალო სკოლა, სადაც დირექტორი საუბრობდა, რომ ცალხელშიო პაპკა მიჭირავსო, დირექტორი სკოლის და მეორე ხელშიო ნახალობკა. იყო ესეთი სკოლის დირექტორი 90-იან წლებში. აი ხელისუფლება ამას გვეუბნება რა. ცალხელში, ესე იგი კოლონის თავში დაგვახვედრეს პოლიციელები, რეალურად ისინი იყო სპეცნაზელები, მეერმა შევამჩნიეთ, სპეცნაზელები იყვნენ, უბრალოდ პატრულის ფორმებში გადაცმულები და კოლონის უკან მე რო გავსდით, ზონდერები მუშაობდნენ, ანუ თავში ეს დამნაშავე პოლიციელები 30-მდე და ბოლოში ზონდერები. ამიტომ მაპატიეთ ეხლა ყველამ, ვისაც მიაჩნია, რომ ეს იყო თავდასხმა კირკიტაძის მხრიდან პოლიციის თანამშრომლებს. ეს არის ტყვილი და ხვალდაზეგ თუ თავს ვიმე დაგვესხება ჩვენ, ან ხალათში და წარმოადგენს თავს და გაგვეცნობა როგორც ექიმი და თავში ჩარტყვას დააპირებს, ხო? წინააღმდეგობას გაუწევთ, იმიტომ ის იქნება თავდასხმელი. იგივე მოხდება პოლიციის შემთხვევაში, რომელიც უკანონოდ ჩვენ შეგვიზღუდავს გადაადგილების საშუალებას და ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებს მინისტრი, ვითომ მინისტრი გახარია, კუპატაძე და საბანაძე, რომლებიც რეალურად გაიქცნენ იქიდან. გაიქცნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ სხვაგან მოხდნენ საერთოდ და დანაშაულს გაქანება არ ექნება. ესე იგი რო შევაჯამოთ, რას გეუბნება ეს კრიმინალური მართლობა, რომელიც ბევრისთვის ალბათ ადრე ჟღერდა ბანალურად, რომ გამოდიოდა ოპოზიციური სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, საუბრობდნენ კორუმპირებული ოლიგარქი და რაღაც მაფიოზური კლანის წარმომადგენლები, ანუ კაი ვიღაცა ფიქრობ, კარგია, დავგავდა ამ ხალხს. რეალურად ეს ხალხია.
გვეუბნებიან რომ თუ დაგჭრი და ჩემიანი არ ხარ ყველას თავდასხმას არ დავსჯი ვიხილეთ ახალქალაქი ვიხილეთ ონი თუ არ ხარ ჩემიანი ხო ზონდერეს მოგისევ კორცხელი იხილეთ და ნუ თუ გაილახებ თუ მოერევ გასაგებია არ დავსჯი თავდასხმელებს ბაკურიანი აგერ ვიხილეთ მაგალითად აწამა ადამიანი არა ადამიანურად მოეპყრო ხო მარნეულის ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე იყო მარნეულში ამავე დროს მარნეულის მერი შარდი წაასმევია სახეზე დაალევია შარდი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს და მე საკუთარ Facebook ბერძზე ატვირთინა და იმ დღეს როდესაც კირკიტაძე და ჩვენ ვებძოდით კრიმინალებს, რომლებიც ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, ამ დროს ბიძინა ივანიშვილი აი ამ ადამიანს, ვინც ატვირთინა აი ეს ვიდეო დამამცირებელი, ხო, არაჰუმანური, გამოუშვა საპატიმროდო და მიიღო ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში. შეიძლება თანამდებობაზეც ვიხილოთ ოდესღაც. კი, ყველაფერი, ნუ, ამიტომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე კრიმინალების დამარცხებამდე. მე არ მიმაჩნია და მართ არ მიმაჩნია რომ ჩვენ პოლიტიკური პროცესის მონაწილენი ვართ. აღარა ვართ. პოლიტიკური პროცესი ტერმინირებულია საარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დასკვნაში გახსოვთ პოსტარჩევნები დაწერეს ბევრი რამ და მათ შორის რა თქვენ აი თუ მეშტებოч შემისწორეთ რომ ზღვარი არის წაშლილიო პარტიასა და ხელისუფლებას ანუ ბიუროკრატიას შორის და ეს არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაწერეს არჩევნების მეორე დღეს გაასაჯაროს და მარტო საარჩევნო პროცესში და კამპანიაში კი არ ხდება ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ეს ანუ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება გუშინაც მთელი საათნახევრის განმავლობაში გვითვალთვალებდა სუსი აი ამ ფაქტებზე მინდა გავაგრძელო საუბარი სწორედ გიორგი ბოტკოველთან, იმიტომ რომ თქვენ იყავით გიორგი ბოტკოველი იქ არ ყოფილა, ბაჩუკი ქარდავა იყო, უშუალოდ. ბაჩუკი ქარდავა იყო და იყო გიორგი, უშუალოდ. იყო. გვიან მოვიდა, დიახ. დიახ. იყო და ამიტომ მინდა მადლობა ნიკა და თქვენ შეესწარით სწორედ იმ ფაქტს, როგორ მოხდა დაპატიმრება.